ერთ-ერთი გამორჩეული მეფე, რომელსაც კი ოდესმე უმეფია საქართველოს რომელიმე ნაწილში, უდავოდ არის დავით მესამე კურაპალატი. მისი მეფობის, სარდლობის, გეოპოლიტიკოსობის თუ სხვა თვისებების შესახებ, რომლებიც თითქმის უგამონაკლისოდ დადებითებია, საუბარს ვერაფრით ჩავატარებთ ჩვენს ფორმატში, ამიტომ რაღაც სხვა. დავითი აღმოჩნდა ის კეთილი ნიადაგი, რომელზეც ამოიზარდა ან მომწიფდა. ყველა ის ქრისტიანული და სახელმწიფოებრივი პროექტი, მოვლენა თუ პიროვნება, რომლებმაც განსაზღვრეს ქართველი ერის მომავალი. თუნდაც ერთი მწყემსის და ერთი სამწყსოს იდეის პროექცირება ჩვენზე, ანუ ბაგრატ მესამე და ერთიანი საქართველო. ღვთისმშობლისადმი ჩვენი წილხდომილობის მანიფესტაცია საქრისტიანოში, ათონელი მამები და ივერონი. დავით კურაპალატის ცხოვრების ეს ამბები ყველამ ვიცით, მაგრამ მისი გარდაცვალება? ამ დიდებული ადამიანის სიკვდილის შესახებ ქართული წყაროები მხოლოდ იმას გვაუწყებენ, რომ სკ-ა წელსა აღესრულაო. არაბუნებრივად ძუნწი ცნობაა ასეთი მასშტაბის მოღვაწის შესახებ. უნებურად ჩნდება აზრი, რომ ამ უთქმელობის მიღმა რაღაცის დამალვის მცდელობაა. ამ ინფორმაციული სიმწირის შევსება ერთგვარი სიფრთხილით შესაძლებელია სომხური წყაროებით. სიფრთხილით, რადგან ერთი უკიდურესობის ქართველთა დუმილის სანაცვლოდ მეორე უკიდურესობა სომხური წყაროების უხსიტყვიანობის უაპელაციო დაჯერება და შესაბამისად ვაის ნაცვლად ვუი არ დავიმართოთ. საქმე ისაა, რომ კურაპალატის გარდაცვალების აღმწერი 4 სომხური წყაროდან მხოლოდ ერთია დავითის სიცოცხლისა და სიკვდილის თანამედროვე. დანარჩენები კი ბევრად გვიანდელებია. ეს თანამედროვე წყარო სტეფანო სტარონელი, ანუ ასოღიკი. თავისი საყოველთაო ისტორიის 43 თავში, რომელსაც ქვია დიდი დავით კურაპალატის სიკვდილისა და ბერძენთა მეფის ბასილის აღმოსავლეთის მიწებში მოსვლის შესახებ, დავითის საოცარი ქებადიდების შემდეგ ვკითხულობთ, აღესრულა ცხოველსყოფელი აღდგომის დიდებულ დღეს, წლებით დამძიმებული და ღრმა სიბერეს მიღწეულიო. არაფერი ახალი, მხოლოდ სიკვდილის დღე დაზუსტდა, მაგრამ აღწერილი ამბებიდან 80, 120, 250 წლით უფრო გვიანდელ სომხურ ცნობებში ორი ახალი დეტალი ჩნდება. ამათგან მეორე უცვლელია ყველა წყაროში და გვაუწყებს, რომ დავით კურაპალატი ძილში გაგუდეს, ბალიშით დაახრჩვეს. აღდგომა დღეს. ვინაიდან ეს დეტალი სამივე ავტორთან თანაბრად და უცვლელად გვხვდება, მისი რეალურობის დაშვება შეუძლებელი არაა. ეს საშინელი ფაქტი გასაგებს ხდის ქართული წყაროების სირცხულეულ დუმილსაც. მაგრამ კვირადღის ტრაგედიის გარდა ხსენებულ მოგვიანო სომხურ წყაროებში გვხვდება სხვა თხრობაც, რომელიც არაერთგვაროვანია, სხვადასხვანაირად გაფორმებულ, შეფუთულია, ზოგან მისტიკანარევიცაა და ირწმუნება, რომ თურმე მოკვდინებამდე რამდენიმე დღით ადრე დიდ ხუთშაბათს დავით კურაპალატი მოუწამლავთ ზიარებაში შხამის შერევით. ამ გვიანდელი ნარატივის ინვარიანტულობა უკვე ბადებს ეჭვს მის ჭეშმარიტებაში. რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ამავე ცნობებით თურმე დავითმა იცოდა ამ შეთქმულების შესახებ, იცოდა წინასწარ თავისი მომწამლულების ვინაობაც და შხამსაწინააღმდეგო წამლით თუ სასწაულით გადარჩენილმა არც კი შეიპყრო ისინი და მისცა შესაძლებლობა 3 დღეში სააღდგომო ღამისთების შემდეგ კიდევ ერთხელ ეცადათ მისი მოკლა. გასაკვირი ის კი არაა, რომ განსხვავებული კონფესიის წარმომადგენელმა უცხოელებმა ქართველთა მუხანათობის გასაბუქებლად გამოიგონეს მართლმადიდებლების მიერ საკუთარი უმთავრესი საიდუმლოს, ევქარისტიის შერყმის ამბავი. გულდასაწყვეტი და სამწუხარო ისაა, რომ ქართველი და ზოგი სხვა ერის წარმომადგენელი მართლმადიდებლები ამ მონაგონის ტირაჟირებით არიან დაკავებულნი და ყვებიან, რომ ქართველებმა მოწამლული ზიარებით მოკლესო საკუთარი მეფე. გაგუდვას თითქმის არც კი ახსენებენ. მაშინ, როცა ამ შეთხზული მკრეხელობის ისტორიულ სანდოობას არაფერი ამყარებს. დიდი დავით კურაპალატი შესაძლოა მართლაც გაგუდა ბასილი კეისრის მხარდამჭერმა პრობიზანტიურმა მოღალატე ქართულმა ელიტამ. მაგრამ ზიარების შემრყნელი ცილისწამებისა თუ ჭორის გავრცელება დიდი მეფის ახალი ღალატი და შესაძლოა ფიზიკურ მკვლელობაზე უძვირესი ბოროტებაც იყოს.